რომელი სცენის გადაღება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად? არავი, არც ერთი სცენის გადაღება არ გაგვიჭირდა, იმიტომ რომ რაღაც პროფესიონალურად მოვაგვარეთ ყველა სცენა. მართლაც ამბობს. მაგრამ ცოტა ის ლუდის დასხმა ერიდებოდა ხოლმე რა. ეგ მორიდების მომენტი იყო, მესმის ხო? დაახლოებით 6 კადრი იყო, მგონი ლუდის გადასვლა. მაგრამ კარგად მაბანავა კი, მახსოვს კი. რომელ სცენაზე იმუშავეთ ყველაზე დიდხანს? ხო, ალბათ მაგაზე, ხო, ეგ იყო ყველაზე გრძელი სცენა კი. იმიტომ რომ ექშერ ესე ვთქვათ, მაბანავა ხო. მე უნდა გამშრალიყავი, ისე მშრალი პერანგით დამჟარიყავი და სხვა რაკურსით უნდა გადაღებულიყო ის და მე ისე მოდიოდა და ისე მასხავდა და თავიდან ცოტა შორიდან მასხავდა, მე უთხრეს რომ ახლოს მიდიოდა და აასხიო პირდაპირ და აი ესა რა. თან გვიწევდა რომ თქვენ გიწევდათ რომ პირსახოც გაგიმშალებინოთ, რომ არ გამოჩენილიყო კაცი რომ მაქამდე დასმულიყო. რა თქმა უნდა და პერანგსაც ვიშრობდი კი. რამდენად ხშირად არის უარყოფითი დამოკიდებულება თქვენს მიმართ ქუჩაში გამლელებისგან? ძალიან ხშირად, მაგრამ შენიშვნა არ მოვიცეთ, ერთადერთხელ იყო ის პირველად, როცა ზიზღის თვალებით შემომხედა ვიღაც ქალბატონმა და მაშინ მივხვდი, რომ მე მგონია გამოვიდა რაღაცა თქო და გამიხარდა, აი იყო ერთადერთი და დანარჩენი პირიქით, დიდი, რავი, სიყვარულით, ის მოწიწებით და ისე რომ, რავი, მე მგონი არ ეშინიათ ჩემი და შენ? რავი, ჩემიც არ ეშინიათ, მეც ეგრე მგონი. არა, შენ ხო არ გეშინია? თქვენი? ხო. არა, მე როგორც რავი. всё. ჯიგრულად. ყველაფერი მოვაგვარეთ ჯიგრულად რა. თავსწორდი. კი. ერთი სიტყვით დაახასიათეთ ერთმანეთის პერსონაჟი. წესიერ. უწეს. რომელი სცენა იყო თქვენთვის იმაზე ემოციური, ვიდრე ეკრანზე ჩანდა? ემოციური იყო, აი რომან თავისუფლებენ ეგ კადრის დაახლოებით, მაგას ვფიქრობ მე. ჩემთვის დაჭერი სცენა რა. როცა ზვერაძეს იჭერენ. უყურეთ ჩემი ცოლის ზაქალების ყველა სერიას და ყველა სეზონს მხოლოდ კავეპლივზე უფასოდ.